სტუდენტების მოთხოვნის მიხედვით სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად უნდა ჩაითვალოს, რაც შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას გულისხმობს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართა. თემაზე 20-30 წევრი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის დამფუძნებელი თიკო ნიბლუშვილი ჩაგვერთვება. თიკო, კონკრეტულად რა სიტყვენ სტუდენტები, რას გულისხმობს თქვენი ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება? მოგესალმებით, მანკა დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. სტუდენტების მოთხოვნა გულისხმობს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომ სტაჟიორი გახდეს შრომის პროცესის მონაწილე და მისი შრომა კონკრეტულ ორგანიზაციაში ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებად. ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით დამსაქმებელი კანონმა უნდა დაავალდებულოს, რათა მან სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი გასცეს და ამასთანავე სტაჟიორს შეასწავლოს კონკრეტული უნარჩვევები. მოქმედი კანონმდებლობა დამსაქმებლის აღნიშნულ ვალდებულებას არ აკისრებს, სამწუხაროდ შესაბამისად არსებობს საფრთხე, რომ სტაჟიორი, რომელიც პირნათლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შესაძლოა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩეს. დღეს ყველაფერი მხოლოდ დამსაქმებლის კეთილნებაზეა დამოკიდებული სამწუხაროდ. თიკო, რა გახდა სტუდენტების მოთხოვნის და თქვენი საკანონმდებლო წინადადების მიზეზი? საინტერესო, რამდენად ხშირად ხდება, რომ სტაჟირება გავლილ პირს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს არ აძლევენ? დიახ, ასეთი ფაქტები მრავლადაა, ამას ადასტურებს კვლევაც, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა. გამოვკითხეთ 1000-მდე სტუდენტი და გაირკვა, რომ მათ დიდ უმრავლესობას 3 ან 6 თვიანი მუშაობის შემდეგ დამსაქმებლებმა არ მისცეს სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩატარდა საპროტესტო აქციებიც, სახელწოდებით სტაჟიორი 21 საუკუნის მონა. ამ აქტივობის შემდეგ ჩვენ საკანონმდებლო წინადადება მოვამზადეთ და მივმართეთ პარლამენტს. რეაგირება უკვე დაწყებულია და დაახლოებით 10 დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით საკითხს მხარი დაუჭირა. დაველოდებით თემის სხვა კომიტეტში განხილვას. იმედი გვაქვს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება და სტუდენტების მოთხოვნა მალე დაკმაყოფილდება. ძალიან დიდი მადლობა, თიკო ნიბლუშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.